რაც უფრო დრო გადის, ტყუილების დიდოსტატები რჩებიან მარტო ამ გუნდში, იმიტომ რომ ვინც მეტნაკლებად ადეკვატური იყო, ისინი ცილდებიან, აღარ უნდათ ან მშვიდობიანად მიდიან, ან უშვებენ და ტყუილების დიდოსტატები რჩებიან მხოლოდ იქ. ხა ირაკლი კობახიძეზე დიდი ტყუილების დიდოსტატი ვინ არის? კაც გამოდიდა და პრემიერ-მინისტრი მთელ საქართველოს უმტკიცებდა, ამერიკაში არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს. რა არ არსებობს? ხო, ეხა თითქმის ყველაფერი არასამთავრობო ორგანიზაცია არის. გაცვლი პროგრამაზე ვიყავი მე, წასული და ეს ვაშინგტონ DC-ში წავედით, არასამთავრობო ორგანიზაციას შევხვდით და რაღაც ესეთი ვებინარი, სემინარი ჩაგვიტარეს. ძალიან ცოტა საქართველოში მაგალითად ჟურნალისტი იპოვო, რომელიც ორიენტირებულია თავის პროფესიული უნარების გაზრდაზე ჩვენს ქვეყანაში, რომ განვითარდეს და მაგალითად არ არის ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით, ან საელჩოს, ან სახელმწიფო დეპარტამენტის, ან რომელიმე მედია ორგანიზაციის. ეს ყველაფერი ცხადია. აი, ადამიანი გამოდის და შეუძლია ისეთი ტყუილები ელაპარაკოს, ნერვი არ აუტოგდეს და ამაში შეეცადოს, რომ ადამიანები დააჭიროს. ანუ ტყუილების ოსტატთა გუნდი, აი ესეთი დატყალიბდება ახლა ეს.